რა თქმა უნდა, ჩვენს ეთერშიც ბევრჯერ მოისმენდით, რომ საუზმე არის უმნიშვნელოვანესი კვება დღის განმავლობაში. იმიტომ რომ ამით იწყება დღე და შესაბამისად ბევრად უფრო მნიშვნელოვანია საუზმე, ვიდრე ვახშამი. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ არის ეს ნახსენები და ჩვენც არ ვზარდებით ამის თქმას, მაინც არიან ადამიანები, ვინც არ ანიჭებენ საუზმეს ასეთ განსაკუთრებულ პრიორიტეტს. ამიტომ მინდა კიდევ ერთხელ ვისაუბროთ, ლევან, რატომ არის საუზმე ასეთი მნიშვნელოვანი და ასეთი საჭირო. დამეთანხმები, რომ საკვები არის ჩვენი ორგანიზმის როგორც საწვავი, ხო? თუ არ მივიღეთ გარედან ბალანსირებული კვება, დამეთანხმები, რომ ჩვენი ორგანიზმი განიცდის შიმშილს და ვითარდება სხვადასხვა სახის დარღვევები, რომელიც შემდეგ აისახება. ეს არის საწვავი. რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს თავის ტკივილით, გულის რევის შეგრძნებით, უგუნებობით, ადინამით, ძილიანობით და ასე უამრავი გართულებით, ძილის დარღვევით, მოძრაობის შეზღუდვით და მინდა გითხრა რომ თუ ამ რეჟიმში ჩვენს ორგანიზმს ვამყოფით ძალიან ხშირად, რა თქმა უნდა, ეს უფრო მწვავედ დგას ეგ საკითხი და შესაძლებელია ეს ამ სიმპტომებმა უფრო რთული ხასიათი მიიღოს და შეუქცევადი პროცესები განავითაროს ჩვენს ორგანიზმში. თან მეც დავამატებ იმას, რომ აი ამ ძილის ციკლს, ასე ვთქვათ, საუზმით ვარღვევთ. ანუ ძილის პერიოდში გამოფხიზლება მიდის, ხო? თელ რაღაცა პროცესებს ვარღვევთ ზუსტად საუზმით და ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ვახშამი თან მით უფრო გვიანი ნამდვილად არ არის სასარგებლო არავისთვის და ის ნივთიერებები, რომლებიც გჭირდება, რომელზეც შენ ამბობდი, რომ საწვავად გჭირდება, საუზმის სახით შემოდის ჩვენს ორგანიზმში და პირდაპირ კარგ სტარტს გვაძლევს დღის. აბსოლუტურად გეთანხმებით, იკა. აქ უკვე ციკა ჩავრთე. ჩვეულებრივი ფიზიოლოგიური მოვლენა, საუზმის გამოტოვებით იზრდება რისკი ისეთი დაავადებების, როგორც არის გულსიძახთა სისტემა, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ანუ ეგრეთ წოდებული მაღალი წნევა და კუჭნაწლავის სისტემის დისფუნქცია ვითარდება. ამიტომ ხო საუზმის მიღება უმნიშვნელოვანესია ადამიანის ორგანიზმისათვის. ვფიქრობ, რომ საკმარისი мотиваცია შევძინეთ, ასე ვთქვათ, ჩვენი ამ საუბრით, ჩვენს მაყურებლებს, რომ საუზმე მართლაც ჩართონ და დაიმატონ თავიანთ რაციონში, თუ კი არ აქვთ ამ დრომდე. ნამდვილად იკა, იმიტომ რომ საუზმე შეიძლება ჩაითვალოს როგორც ერთ-ერთი ღონისძიება წონაში კლების, ვინაიდან იზრდება მეტაბოლიზმი და სწორედ ამ მეტაბოლიზმის გაძლიერებით შესაძლებელია მოხდეს წონაში კლებაც. მე თქვენთან დამეგობრების შემდეგ შევძინე მნიშვნელობა საუზმეს, ანუ აქ მოსმენილი ამბების შემდეგ და ანუ არ გამორიცხულია ორი ლუკვა მაინც რო არ ჩავიდო დილას რაღაცა, რაც მომეპოვება სახლში, ხა დიდ დროს და იმას არ უთმობ, რაღაცა მრავალფეროვნებას, აი რაც არის. ხო ვიცით რა არის ყოველთვის ჩემთან? ვიცი შენთან ყოველთვის არის კარაქიანი პური. რა ვქრა, თქვენ მითხარით კარგიო და ნამდვილად კარგი ყოფილა, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ამან დავშე წონაში მატება რისიც ეშინიათ, რატომაც არ მეითმევენ კარაქიან პურს, ეს არ გამოიწვია, ამიტომ მე ნამდვილად კმაყოფილი ვარ და მადლობელი თქვენი რომ კარაქიანი პური დამიბრუნეთ საუზმეში, აი ბავშვობის მერე რომ არ მქონია. ესე იგი, იმედია ჩვენი მაყურებლებიც ასე მოიქცეოდნენ, როგორც მე მოვიქეცი, თუ კი მაშინ მოისმინეს სამის შესახებ, მაგრამ ახლაც არ არის გვიან. თუმცა მე ახლა მინდა სტუმარი დაპატიჟო სტუდიაში, რომელსაც როგორც ვიცი, მაინც და მაინც საუზმე არ უყვარს. და იქნებ მასზეც მოვახდინოთ რაღაცა გავლენა და გარდამტეხი იყოს ჩვენი საუბარი მისთვისაც. კი ბატონო. ძალიან ბევრი რეგალია აქვს მას, მაგრამ ალბათ პირველი მისი ხმა შევიყვარეთ რადიოდან. შემდეგ არაერთი კომპანიის მარკეტინგის, პიარის მიმართულებით განვითარდა, შემდეგ იყო ციფრული, ძალიან ცნობილი გამოცემების და არის კიდევაც მენეჯერი თუ ხელმძღვანელი, ასევე არის მუსიკალური დიდი ბიბლიოთეკის მატარებელი. მოკლედ, გვანცა კილოსონია გვესწორა დღეს. გვანცა, რომელსაც თუმე საუზმე არ ყვარებია. ისე წარმადგენს ხოლმე, ესე იგი, სულ ფიქრობ რა უნდა დაამატოს. და ლუკას დედა. ყველაზე მთავარი პროფესია გავიწყდებოდა ეხლა, მაგრამ წინაზე ესე წარმატგი. დიახ. სანამ დავიწყებთ საუზმობას და ვისაუბრებთ დილით, მანამდე მინდა შემოგთავაზოთ წყალი. მიირთვით წყალი მთის და შეგახსენებ, რომ სასურველია დღეში 2-დან 2.5 ლიტრამდე მიღება. და სხვათა შორის უზმოთ. აი საუზმე რითი უნდა დაიწყო. ჭიქა წყლით. მითი დამაწყებინე. ეს ხო შეგვიძლია. ესე ვიწყებ ზუსტად. ეს ხო შეგვიძლია. ზუსტად ასე ვიწყებ კი.
და იქვე ამთავრებ კვების ნაწილს? კი ბატონო. მერე მოდის უკვე ყავა. საუზმეს, ხო? ამ ბოლო დროს საერთოდ სკიპავ. ოკეი. ანუ ტოვებ. ხო და რატო არ გინდება? ზოგიერთ უჭირს ჭამა, რაღაცა არ შეუძლია. საუზმე და საუზმე რისგანაც შედგება ის კომპონენტები, ხო? პროდუქტები. აი ახლა რაც არის აქ სუფრაზე, ყველაფერი მიყვარს. თვითონ საუზმე რისგანაც შედგება ძალიან მიყვარს. მაგრამ ამ ბოლო დროს დავიწყე ეს ინტერვალური შიმში. განზრახ. ეს არის განზრახ. შესაბამისად, ახლა მე ვარ ჯანსაღ ცხოვრების წესზე, ასე ვთქვა, თუმცა ის ითვალისწინებს, ვიცი რომ ითვალისწინებს საუზმეს, მაგრამ მე გადავწყვიტე რომ ჩემი ბოლო კვება იყოს საღამოს 6-ზე ან 7-ზე და შემდგომში უკვე 12 საათამდე მე არ მიწევს საუზმე. მაგრამ მე არ ვიწყებ სადილით დღეს. მე ვიწყებ სადილით. საუზმით late breakfast-ით. გვიანი საუზმით. მაგრამ აი არასოდეს არ ვჭამ დილით, აღარც მშივდება უკვე დილით არ მინდება არაფერი, შემიძლია გადავიარო ესე წყლით და თქვა ყავით. განსაკუთრებული შემთხვევების გარდა ლევან. როდესაც ვარ სადმე სასტუმროში, იქ უკვე უბრალოდ ხალხნო, თანაც გადახდილი რო არის, რომ ვიცი და მეკუთვნის. რა თქმა უნდა, როგორ გამოვტოვებ? მაღვიძარას ვაყენებ. აბსოლუტურად. ჩავალ, მე ამოვგორდები ზემოთ ისევ, შევგორდები თუ არ მეჩქარება, გავაგზელებ წელს და გავიღვიძებ ასე 12-ისთვის, მაგრამ აი არ გამოვტოვებ. ვიკითხავ რეცეპშენზე აუცილებლად რომელზეა საუზმე და თუ 10 საათამდეა ევროპაში, თქვა ადრე იწყებენ, თქვა საუზმეს, აუცილებლად 10-ის ნახევარზე მაინც მაღვიძარა ჩავალ, შევჭამ. რატო მორთმეული მოგწონს? ანუ მომწონს აი ეს მრავალფეროვნება, აი გადახდილიც, მორთმეულიც, ეს კონტინენტალ ბრექვესტ, რასაც ვეძახით. თან ახლა მოსამოგზაოდ როცა ხარ, დიდი ენერგია გინდა, მთელი დღე რო იარო მე, ხო? ჯერესერთით თუ კი თქვათ ევროპაში ვარ თან სადმე სხვაგან, ისედაც ადრე მიწევს ადგომა, იმიტომ რომ არ გამოტოვო რაღაც ის ჯადოსნური საათები და წუთები, რაც გაქვს თქვათ საბოდიალოდ, შესაბამისად, თუ სასტუმროში არ ვისაუზმებ, აუცილებლად გარეთ კაფეში მაინც ვისაუზმებ, ანუ დილიდან გავალ და ამაზე დიდი ბედნიერება, თქვათ ევროპის ქალაქებში, თქვათ მაშინ მავიწყდება 18-იანიც, ანუ საზღვარგარეთ არასოდეს არ ვიცავ არც დიეტას და არც ფასტინგს, ვერ ვიცავ ფიზიკურად, მაგრამ საქართველოში მე უკვე დიდი ხანია, თქვათ საუზმეზე ვამბობ უარს. ისე ყავა მაინც რო დაგესხათ ამ ყავა გვაქვს, ლევა თუ კი, კარაქიან კურსზე უარს გეუბნებით. აი, ბანანი გვაქვს, ავოკადო გვაქვს, რაღაცა ნაწარმი გვაქვს, რაღაცა მე ვუყურებ და ასე შემდეგ. ეხლა ნელ-ნელა დავშალოთ მარტი მომრავლებად. კი ბატონო. რატომ უნდა ვჭამოთ კონკრეტული? კი, ხო იცი, ყავა ძალიან მიყვარს ბოდიში. ილი 7 საათია. რეალურად არის სადღაც პირველისკენ უკვე. არა, ვიღაცა ხო შეიძლება ახლა იღვიძებს, შაბათია, უიკენდია და რატომაც არა. დილამშვიდობის იყოს დილამშვიდობის. აი ჩვენ ახლა იდეებს მოგაწოდებთ საუზმესთვის და იქნებ ჩაგიჯდეთ ჭკუაში. თან მეტაბოლიზმისთვის თურმე ძალიან კარგია, იმიტომ რომ ჩქარდება. ან ახლა მეტაბოლიზმი არა. როცა საუზმობ. მოდი. თურმე მეტაბოლიზმი ჩქარდება. ამიტომ მოდით იკა ესეთ რაღაც გავაკეთოთ 5 მარტივად მოსამზადებელი საუზმი დავიწყოთ. და მიხარია რომ კარაქიან პურს არ გავამიტოვებთ, იმიტომ რომ ხედავ უკვე ჩვენს მაგიდაზე. მოდი დავიწყოთ იმით რომ დილით საუზმე მეხსიერებას აუმჯობესებს. თიკა ეხა ამბობდა სანამ შემოვიდოდი სტუმრად რომ თქვენთან მეგობრობამ დამაწყებინა კარაქიანი პური. მოდი ახლა კარაქიან პურს თავი რო დავანებო, პირველად განვიხილოთ კვერცხი. რატო უნდა დავანებოთ? მივალთ იქამდეც, კარგი? ანუ კვერცხი არის დიდარი, ბევრი ვიტამინით, როგორიც არის B-ჯგუფის ვიტამინები, ასევე მდიდარია პროტეინებით, მასში ასევე შედის მიკროელემენტები, ასევე შედის ქოლინი, რომელიც აუმჯობესებს ტვინის მეხსიერებას და ასე შემდეგ. და ასევე დამეთანხმებით, რომ კვერცხი შეიძლება იყოს მოხარშული, შემწვარი, ომლეტი და ასე შემდეგ. ერთი ვერსია ლაყეც. ერთი ვერსია ვიტყვი, დრო უნდა ამ ყველაფერს. თუ დრო არა გაქვს ჩვენ არ დაკავებული ადამიანებს თუ ნამდვილად არა აქვს და ალბათ კონცენტრაციას. მოდი, სხვა რაღაცა შემოგვიყვანოს. მოდი კარაქიან პურთან. შურია. დიახ. რომელიც შენ ძალიან არ გიყვარს, მაგრამ კი არ მიყვარს. ნახე, რა კარგია. ძალით მინდა რომ მიირთვას. ძალიან კარგია დილით. გააღეპირი. გასხა, ნუსიზე, კეფირი, მაწონი, ხაჭო, იოგურტი. შეგიძლია გააკეთო წინა დღეს და ისე მაწოლებ, მოდი შენს წინიდოს, ჩემსთან კვერცხი იდება, სუნიც კი არ. წინა დღეს შეიძლება გააკეთო და მასივაში შეინახო. მაპატიე გაწყვეტინებ ექიმო ლევან, მაგრამ აი ამ ბოლო დროს დავიწყე ასეთი რამ. დროის ეკონომიის მიზნით, აი რომ ამბობ არ მყოფნისო დრო და ვერც კი ვასწრებ მოხარშვას და შეიცვას და ასე შემდეგ.
ღამე საღამოს დაძინების წინ, ესე იგი, რამდენიმე კონტეინერში ვამზადებ მაწონი ან ბერძნული იოგურტი არ აქვს მნიშვნელობა. ვიღებ 100 გრამს, ვუმატებთ 1 ჩაის კოს ჩიას და ვუმატებთ სეზონურ ხილს, ეხლა არის მოცხარი, მოცვი, რაც არის, გადაურებ, ამას ვაფასოვებ, დებ მაცივარში. დილით ვიღებ პირდაპირ ისევ ამოურებ ეს ჩია უკვე ასწრებს ღამის განმავლობაში აფუებას პირდაპირ ისე არ არის რეკომენდებული როგორც ვიცი პირდაპირ აი ვთქვათ აი ახლა რო აიღო ეს ხაჭო და მოაყარო ჩია ის ვერ ასწრებს გაღვივებას აქ და იწყებს ორგანიზმში აქ და ცუდი ყოფილა უღილის პროცესი და ეს არის მზა აი საუზმე მე რასაც მივირთმევ 12-ზე დღე უბრალოდ მე აი აქ რაც დამიცოდით რომ ავოკადო მიყვარდა თქვა მოხარშული კვერცხით შეგიძლია წინასწარ მოხარშო ის 10 წუთი სანამ აბაზანაში ხარ სანამ წესრიგდები ის მოიხარშება მოამზადო ავოკადოსთან ერთად ამიტომ ისო კარაქიანი პური მეჩე იმიტომ მაგას სეზონი არ აქვს ყავას უხდება აი რაღაცა კრავს ისეთი კაი კომბინაცია გემოვნური თვალსაზრისით მიყვარს მე რაღაც ნოსტალგია გაქვს ბავშვობის არა ჩვენგანი სწავლა კარგი, კვერცხის ნაწილი მოვიწონე, მაგრამ ნუ დილას გაკეთებული მგონია, რომ უფრო რაღაცნაირად კარგია. ვიდრე წინაღამეს მოხარშული, თუმცა ნუ, ოკეი, არა უშავს. ამას ვერ შევჭამლევან. გადავიდეთ სხვა საუზმეზე. ახლა იქ დავინახე ხაჭო, დავინახეთ ავოკადო, რომელზეც ჯერ არ გვისაუბრია და ბანანიც ეგერ დევს. მე მგონი ეს რეზო საუზმეა? მინდა გითხრათ იკა რომ მართალი ხართ იკა ეს არის რეზოს საყვარელი საუზმე რომელიც ბებომში აყვარა მთელი ცხოვრება მე ასე აი რეზო რო არ მოხვედი ეხა ჩვენ შევჭამ ჩვენ საყვარელ საუზმეს ეს არის ხაჭო და ბანანი დაბლენდერებული ეს უკვე დაბლენდერებული ეს პირდაპირ რეზოს პირდაპირ რეზოს კვება მინდა გითხრათ იკა რომ რეზოს კარგი არჩევანია გაკეთებული ბებოს კაი პროდუქტი აქვს შერჩეული იმიტომ რომ მასში დიდი რაოდენობით არის ცილების და კალციუმის რაოდენობა. ცილა საკვე პროდუქტი უნიშნელოვანესია ადამიანის ცხოვრებაში. ასევე მასში შედის დიდი რაოდენობით პრობიოტიკები, რომლებიც საჭმლის ანუ ეგრეთ წოდებული მეგობარი ბაქტერიები, რომლებიც აუმჯობესებენ საჭმლის მომნელებას. თიკა ასევე დამეთანხმებით და ქალბატონო გვანცა რომ ხაჭოს მისმევა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როცა გვაქვს ჭარბი რაოდენობის წონა და 100 გრამი ხაჭო სრულიად ოპტიმალურია. მისი მირთმევა ჩვენი ორგანიზმისთვის. ხაჭო მე მიყვარს. 0%-იანი თუ ცხიმიანი შეიძლება. კარგი ცხიმიანი აუცილებლად. ჩვენთვის აუცილებელია ცხიმი კვანტი. რა თქმა უნდა, საკვები განსაკუთრებით 40 საუზმის დროს განსაკუთრებით კიდე. 40 პლუსი. რა თქმა უნდა და ჩვენ ამით ვამაყობთ. რა თქმა უნდა. დასაკვირველია. შენ ხაჭოსთან კარგად ურთიერთობ? მე შევიყვანე რაციონში, ასევე ხაჭო განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საღამოს ბოლოკვება და აი თქვათ ანუ დისკომფორტი არ გის. მივხვდი რომ რაღაც მინდა და მინდა რომ ძიმეს აუვარდები. ეს არის 50-80 გრამი ხაჭო, ასევე რომელიმე რაღაცას ან მუსთან ერთად ან აი რამდენიმე ცალი თქვათ რომ ის მაზღრობის ის კონდ რომ გავძლო შემდგომში უკვე ის 18 საათი ხო 12 საათამდე. ხაჭო ძალიან კარგია სეზონურ ხილთან ერთადაც. ეხლა აი ავოკადო მიდევს აქ და მომიხდა კიდევაც ამ მწვანეზე მე მგონი ხო? ძალიან. ავოკადო. მეც ძალიან არ მიყვარდა ავოკადო, ზოგადად არ ვცნობდით და იცით რომ გატრენდ და რეალურად და მე შემოიჭრა ეს ხილი, ხო? და კვერცხთან ერთად იდეალურ მიქსს აკეთებს ჩემთვის. მოხარშული კვერცხი, ავოკადო ნახევარი, ცოტა კიტრი, მოსხმული. ყველით შეიძლება. ყველის სხვათა შორის, ეხლა მე რადგანაც ვარ კალორიულ დეფიციტზე და რეალურად აი ამ თიკა კარგად მიცნობს და მთელი ცხოვრება ვებრძვი წონას, ანუ სულ ვცდილობ ვაკონტროლო და რა არ გამიკეთებია, რა დიეტა არ გამიკეთებია, რეალურად როგორც იქნა, მივედი იმ დასკვნამდე რომ ყველაფერი არის კალორიული დეფიციტი. ანუ შენი სხეულის მასის ინდექსი, ეს კალორიულობა გამოთვლილი და რეალურად მინუს 1.500 კალორია დღეში, რომელიც გაძლევს, თქვათ, სტაბილურად ცოტა კლების საშუალებას. და ამიტომაც, თქვათ, რაღაც პროდუქტები, რომელიც ასევე ჯანმრთელია და ქალისთვის განსაკუთრებულია, თქვათ, ახსენე 40+, ავოკადოც მათ სიაშია და ბოჭკოს ერთ-ერთი წყარო დავიწყე ამის კითხვა შესწავლა ამ ყველაფრის ასე ვთქვათ მეცადინეობა ამ ყველაფრის ვითვლიდი ერთი პერიოდი ამ კალორიებს თუმცა ეხლა თვალით უკვე ხვდები კი
რა შეიძლება რა არა კვერცხი, ავოკადო, კიტრი და აი ყველაზე მკითხე ყველი ცოტა აფერხებს წონის კლებას, კალორიული თუ არის და დაახლოებით 30-50 გრამი დღეში, თუმცა აი მე და თიკას ძალიან გვიყვარს ყველი, აი ძალიან ცოტა. ორი ძალიან თხელი ნაჭერი. ორი კი არის? ხო, ორი. იმიტომ მე მარილის ნაცვლად ყველს ვჭამ. ხო, და ესე ჩვენ როგორც გვიყვარს მეგრელებს, ფაცაცია კილოსონის რო ჩამო რატიანი მეგრელია, ოღონდ რა კი ბატონო, სულ გუნს რო ესე დაფაზე რო დამდებ და ჭრით და შეგვიძლია ესე ავიღოთ პირდაპირ არწპური დავადოთ არ ჭათ პირდაპირ ჭამოთ. ეს ძალიან კალორიულია და ვიც თქვა წონას იბრძვის ან ცდილობს რო თქვა ფორმაში ჩადგეს. ხო, ცოტა უნდა შეამცირო, თქვა როგორც ვიცი ყველი. თუმცა ეს ხაჭოს არ ეხება ნამდვილად. ხო, ნამდვილად. ესე იგი, ბევრჯერ დავიწყე ამ კარაქიანი პურის ამბავი და ვერ ჩავედით ბოლომდე. ეხლა ნახე, თვალით ვხედავ, ეხლა მითხარი, აი ეს რამდენი კალორია იქნება? ეს იქნება ალბათ ერთი 100 კალორია, 150 მაქსიმუმ. მეტი არა. არც არაფერი. არც არაფერი. უბრალოდ რამდენი არის შენი ისა, საზღვარი, სადამდე შეგიძლია აი. ეხლა მე დაახლოებით 1200 კალორიას ვიღებ დღეში, მეც არა. 1000-ზე თუ მე ხა საუბრობ ჭამო ერთი ცალი. ჩემს ყავასთან ერთად. ხო და შენ შეგიძლია რომ ერთ ცალზე გაჩერდე, ანუ. აი, მე ეგ ვერ შევცელი, ამიტომ სრულიად ამოვიღე დროებით. ესე იგი, ჩემი ინფორმაციით, ერთი ნაჭერი კარაქიანი პური იყო, ამ შემთხვევაში თეთრი პური ყოფილა 180 კილოკალორია. ამიტომ ნაკლები გამოდის ავტომატურად ჩავიდა სადღაც შენ სწორად დაგვიწყალე ეს 120 კალორია მეტნაკლებად ერთი ნაჭერი შავი პურისთან მის კარგ მხარეებს ლევანი კიდევ ერთხელ გაგვახსენებდეს. მე მანამდე ვიტყვე ზუსტად შენ სწორად შენიშნე ალბათ რაოდენობას აქვს მნიშვნელობა, ასევე აქვს მნიშვნელობა პურის ტიპს, იმიტომ რომ თუ კი არის ეს თეთრი პური, უმაღლესი ხარისხის გაფუფულებული, კაი შოთის პური, კაი ცხელი და ეს რა თქმა უნდა ყოველდღიურად თუ მიიწევთ ეს უკვე ნიშნავს ელარჯიც ყოველდღე თუ წელე ხო იქაც არის იქ სულგუნი თუ ჩამატე ასეთი სულგუნი ხო და ამიტომ რაოდენობას თუ გააკონტროლებთ კარაქიანი პური არაფერს არ გავნებთ მით უფრო რომ შავი რაღაცა სხვადასხვა ტიპის ფქვილისგან დამზადებული ახლა თქვენც გითხარით ბატონო ლევან კარაქიანი პურზე შევთანხმდეთ რომ კარაქიანი პური სასარგებლოა ნამდვილად კარაქი და პური თიკა დამეთანხმები რომ ეს არის კლასიკური წყვილი რომელიც არ ბერდება ბავშვებს განსაკუთრებით აი რატო უყვართ რა საინტერესოა ლევან თქვენ ყოველთვის ჭამდით კარაქიანი ძალიან მე თხოვარ ვარ ჭამდი მე მიყვარს დიახ დანეთ ბავშვებს უყვართ კი ბატონო თვითონ თიკა კარაქი არის სასარგებლო ზის პროდუქტი მაგრამ მისი სარგებლიანობის მიუხედავად აუცილებლად უნდა ვიცოდეთ რამოდენიმე დეტალი რომ შევინარჩუნოთ ბალანსირებული ჯანსაღი კვება. მინდა გითხრათ რომ გაგახაროთ ორივეს რომ კარაქი მაღალკალორიული საკვებია. მე მიხარია. მე სულ არ გავუპივარ ცხიმებს. შეხედეთ, თუ გინდათ თიკაფაცაციასავით მაგარ ფორმაში იყო, დილა უნდა დაიწყოთ კარაქიანი პურით, მეგობრებო. ერთი ნაჭრით. ნახე, თან ჭამ არის ზღუდები, მაგრამ თან უბრალოდ აკონტროლებ რაოდენობას. თიკა მინდა გითხრათ რომელ პურს ჭამ თეთრს თუ შავს? როგორიც მაგ მირჩევნია ბავშვობიდან სხვათა შორის შავ პურზე და ყუაზე მიყვარდა ვგიჟდებოდი. ყუაზე გადასმული კარაქიანი პური. ყოველთვის მიყვარდა. კარგად გაგშერჩეული თიკა, იმიტომ რომ თეთრ პურთან კომბინაციაში კარაქიანი პური კალორიაჟი მკვეთრად მატულობს. დაახლოებით ეს 80-60 კილოკალორია. ამით მეტია, ვიდრე შავ პურთან. კეთილი, თუმცა თონის პურთანაც მიჭამია ხალხო რა თქმა უნდა და უგემრიელესი, იმიტომ რომ იქ რაღაცა თავის სიტკბოს გამოყოფს. აი მე სახლამდეც კი არ მიმიტანია რა ის კარაქი, აი თონის პურზე თუ გამაგზავნიდნენ ორივე ყუა არ ქონდა. ყუების გარეშე ბრუნდებოდა. და დღეს რომ მიგაქვს შენ სახში თონის პური ჯამთელი მიდის სრულად ხელშეუხებელი. რა თქმა უნდა და აღარც მიდივარ პურის საყიდლად. აღარ თვითონ იყიდე თქვენ თვითონ ჭამ. კარაქი შეიცავს ნაჯერ ცხიმებს, ამიტომ ზომიერების დაცვა აუცილებელია. ვინაიდან ნაჯერი ცხიმები მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში და ხელს უწყობენ ქოლესტერინის დონის მატებას სისხლში. ესე იგი, როგორც ირკვევა კარაქის რაოდენობა დღის განმავლობაში, შენ ყველაზე გითხარი ხო ორი ნაჭერის რეკომენდაცია, კარაქის შემთხვევაში ყოფილა 1 ჩაის კოვზი. 1 ჩაის კოვზიც არ მჭირდება მე. ეხლა
ეხლა მე კიდე ამ ყველაფერს გავაძლიერებ ერთი კონკრეტული კვლევით გვანცა, სადაც იკვლევს მამაკაცების და ქალების საუზმე და თავარი ინტერესი იყო მეტაბოლიზმის საკითხი. როგორ უფრო კარგად ფუნქციონირებს მეტაბოლური სისტემა, ესე იგი როგორც აღმოჩნდა კაცების შემთხვევაში, როდესაც ისინი ნახშირწყლებიან საუზმეს მიირთმევენ, მათი მეტაბოლური სისტემა უფრო აქტიურდება და ამით უფრო მეტ ენერგიას იღებენ და შესაბამისად შვენივრად ირგებენ ამ პროდუქტს. თუმცა ქალების შემთხვევაში ეს ყოფილა საერთოდ პირისპირ. ქალებს ჭირდებათ ცხიმი, ოღონდ მისი ჯანსაღი გამოხატულებით, როგორც თქვით ჩვენ ავოკადოზე, ასევე თუნდაც ცოტა კარაქზე, ეს შეიძლება იყოს მართლაც ხაჭო, აი ის პროდუქტები, რომლებიც შეიცავს ცხიმს, რომლისგანაც ხოთაშოში ძალიან ბევრი ქალბატონი გარბის იგივე მიზეზით, რომ არ იქა და არ მოვიმატო წონაშიო, თუმცა ჩვენი მეტაბოლური სისტემისთვის და ზუსტად საუზმის ფუნქციათ ალბათ ესაა, რომ ეს მეტაბოლური სისტემა აჩქაროს, თურმე უფრო უხვად უნდა მივიღოთ ცხიმები. მოკლედ, ძალიან გემრიელად ვისაუზმეთ. უბრალოდ ვისაუბრეთ საუზმეზე, ჭამის ხელი არ მოგვეცა, რადგანაც უფრო მეტ ვსაუბრობდით. თუმცა ახლა შეგვიძლია მშვიდად ვისაუბროთ, რადგანაც დასრულდა ჩვენი გადაცემა. თქვენ თუ გვიანი საუზმე გეკუთვნით, გისურვებთ რომ ეს შესანიშნავად გაატაროთ, მით უფრო რიცით რაოდენ კარგია საუზმე ყოველს ცხოვრებაში. იმ ომლეტს ხელსარახლებ მე. აი, ომლეტი თქვენი იყოს კი ბატონო. მე ისევ კარაქიან პურთან. ლევა რომელი გინდა შენ? შენ რას მიირთმევ? დაგჭარ შრის papa შენ. აბა შენ იცი. ნახვამდის გეშტობებით ხვალამდე. ნახვამდის. არ გალოდინე.